ევროპა როგორც ჩანს, ჯერ არაა ბოლომდე მზად ფეხი აუბას შეერთებულ შტატებს და დონალდ ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკა ნაწილობრივ მაინც განავრცოს თავისთან. საუბარი არაა უნგრეთზე, სლოვაკეთზე, იტალიაზე და იმ ევროპულ სახელმწიფოებზე, სადაც ეს სქესობრივი აღრევა და გარყვნილების პროპაგანდა თავად მოსახლეობას ამოუვიდა ყელში და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მემარჯვენე კონსერვატორები მოიყვანეს. გენდერული შიზოფრენია ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ნარჩუნდება. თუმცა რაღა ნარჩუნდება, მაგალითად ბრიტანეთში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყვავის. ბრიტანელი კონსერვატორები ისე ამოუვიდა ხალხს ყელში თავისი რეიტინგო და უსახური პრემიერ-მინისტრებით, რომ ყველაზე ტრადიციულ ევროპულ ქვეყანაში დღეს ულტრამემარცხენე ლიბერალებს, ლეიბორისტებს მიჰყავთ პარადი. მათ საყოველთაოდ გარყვნილ სოფხედველობას, როგორც ცნობილია, საზღვარი არ აქვს. ტრანსგენდერებს ხომ მისცეს უფლება ქალებისთვის გამოყოფილი სამუშაო ადგილები დაიკავონ. აბა როგორ კაცი რომ კაბას ჩაიცვამს და პომადას წაისვამს, ლეიბორისტებისთვის ის ავტომატურად ხალი ხდება. ესე იგი ქალების სამსახურეობრივი კვოტებიც ეკუთვნით. სულ რამდენიმე დღის წინ კი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარი გადაგვარებულობის რეკორდი მოხსნა. ჯანდაცვის მინისტრად გამოხატული, ანუ ღია ლესბოსელი, LGBT თემის, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერების ისტერიული დამცველი, ლეიბორისტი პარლამენტარი ეშლი დალტონი დანიშნეს. პერსონაჟი, რომელიც თავისი შიზოფრენიული იდეებით და მოთხოვნებით დიდი ხანია ხან ართობს და ხანაც აშინებს ბრიტანულ საზოგადოებას. გამინისტრების პირველივე წუთიდან ეშლიმ გამოაცხადა, რომ კატეგორიულად არ მოსწონს ბრიტანულ სკოლებში გოგონები და ბიჭები სხვადასხვა ტუალეტებით რომ სარგებლობენო. ჯანდაცვის ახალმა მინისტრამ მთელი სერიოზულობით მოითხოვა, რომ საპირფარეშოების სკოლაში გაერთიანდნენ და მულტიგენდერული ფორმა მიიღონო. ანუ ყველანი ერთ სივრცეშიო. თან დააყოლა, რომ საერთო ტუალეტები ამერიკის მაგალითზე უნდა მოვაწყოთო. როგორც ჩანს, ეშლი დალტონი მსოფლიო პოლიტიკის ბოლო გამოფენებს არ დასწრებია. შეერთებულ შტატებში მიმდინარე სიახლეებსაც არ იცნობს, თორემ ხომ ეცოდინებოდა, რომ ამერიკაში ტრამპის ინაუგურაციამდე კონგრესის გადაწყვეტილებით მოაგვარეს ეს უკუღმართობა ტუალეტებთან დაკავშირებით. არათუ საერთო ტუალეტები აღარაა დაშვებული, ქალის ფორმაში გამოწყობილ მამაკაც ტრანსებსაც აეკრძალათ ქალთა საპირფარეშოებით სარგებლობა. აგერ პირველი ამერიკელი ტრანსი კონგრესმენი სარა მაკბრაიდი თავს იკლავს, ისე უნდა ქალების ტუალეტში შესვლა, მაგრამ არ უშვებენ. ასე რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს მისამართი შეეშალა. აცი ამერიკა როგორც გარყვნილების მაგალითი საკანონმდებლო დონეზე მაინც აღარ გამოდგება. თუმცა სკოლის ტუალეტები არაა ერთადერთი თემა, რითაც ეშლი ბრიტანელებს ზაფრავს. ის თელი სერიოზულობით ამტკიცებს, რომ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ პენისი და არაფერი ამაში ექსტრაორდინალური არააო. ასევე მამაკაცებსაც შეიძლება ჰქონდეთ მენსტრუაციაო. წარმოგიდგენიათ ხო, რა დონის სიგიჟეა, როცა ჯანდაცვის მინისტრი გეუბნება, რომ ქალებს კაცის სასქესო ორგანოები აქვთ ხოლმეო, ხოლო მამაკაცებს ქალური მენსტრუაციაო. თუმცა ეშლი დალტონის LGBT ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის. პრესკონფერენციაზე მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ადამიანი საკუთარ თავს ცხოველთან აიგივებსო. ისიც რა უპასუხა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა? პატივისცემით და ღირსებით უნდა მოვექცეთო. მაგალითად, ჩემი მეგობარი გოგონა თავს ლამად აღიქვამს, მაგრამ მისი ლამობა სულაც არ გვიშლის ხელს იდეალური ურთიერთობა გქონდესო. თუ ლეიბორისტებს მიეცით ხმა, ჩვენ თქვენი ნდობის პასუხისმგებლობას ვიღებთ. პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ინსტრუმენტი. ჩვენ დავბრუნდით ხალხის სამსახურში და ჩვენ ასე ვაპირებთ მართვას. თქვენ მოგვეცით თქვენი მხარდაჭერის მანდატი და ჩვენ მას ცვლილებების დასანერგად გამოვიყენებთ. სწორედ ეს სიტყვები წარმოსთქვა გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სტარმერმა 1 წლის წინ, როდესაც მთავრობის მართვის სადავეები ხელში აიღო. 2024 წლის არჩევნებში კონსერვატორებმა ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს და ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად ახალ მთავრობას ულტრამემარცხენე ლიბერალები, ლეიბორისტული პარტია აკომპლექტებს. სწორედ ამ მომენტიდან დიდი ბრიტანეთის LGBT რელსებზე გადაბარგების დრო დადგა. ქვეყანაში დაანონსებული ცვლილებების სიომ, რა თქმა უნდა, LGBT საზოგადოების სასარგებლოდ დაუბერა.
დიდ ბრიტანეთში LGBT პირებს აქვთ რამდენიმე სამართლებრივი და სოციალური შეღავათი, რომლებიც უზრუნველყოფს მათ თანასწორობას და დაცვას დისკრიმინაციისგან. მთავარ შეღავათებს შორისაა დასაქმების სფეროში თანასწორობა, კონვერტაციის თერაპიის აკრძალვა, რაც გულისხმობს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლის მცდელობას. ამასთან LGBT ადამიანებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ ან სამოქალაქო პარტნიორობის სახით გააგრძელონ თანაცხოვრება. დიდ ბრიტანეთში მოქმედებს სექსუალური და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი დაცვა. ასევე კანონმდებლობა იცავს ტრანსგენდერი პირების უფლებებს და უზრუნველყოფს მათ თანაბარ შესაძლებლობებს დასაქმების სფეროში. თუმცა ქვეყნის ულტრამემარცხენე ლიბერალურ მთავრობას LGBT უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ დიდი გეგმები აქვს. მათ საყოველთაოდ გარყვნილ მსოფლ მხედველობას, როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს. ტრანსგენდერების უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ხშირად იყვნენ სოციალური და სამართლებრივი დისკრიმინაციის სამიზნე. როგორც ქვეყანა, ჩვენ საკმაოდ სენტიმენტალური და ტოლერანტული ხალხი ვართ და უმეტესობამ იცის, რომ არსებობს რამდენიმე ინდივიდი, რომლებიც არ იდენტიფიცირდებიან იმ გენდერით, რომელშიც დაიბადნენ. ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სრული უფლება, აირჩიონ და შეიცვალონ საკუთარი გენდერი, როგორც ეს მათ სურთ. თუმცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების LGBT პროპაგანდა მოლოდინს გადააჭარბა. სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო მედია ახალი და გამაოგნებელი სათაურებით აჭრელდა. ისმოდა კითხვა თუ ვინ გახდა ქვეყნის ჯანდაცვის ახალი მინისტრი. და აი ისიც, ეშლი დალტონი, ფემინისტი, ღიად ლესბოსელი, LGBT თემის დამცველი, ლეიბორისტი პარლამენტარი გახლავთ. ჯანდაცვის ახალი მინისტრი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ თანამდებობებზე და აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებების და თანასწორობის საკითხებში. დალტონი ცნობილია თავისი აქტიური პოზიციით, რომელიც ტრანსგენდერების უფლებების ისტერიული დაცვისკენაა მიმართული. ამაზე ბევრი მაგალითი მიუთითებს, თუმცა საგულისხმოა ლესბოსელი მინისტრის ბოლოდროინდელი გამაოგნებელი განცხადებები. გამინისტრების პირველივე წუთიდან ეშლი დალტონმა მოითხოვა, რომ სკოლებში საპირფარეშოები გაერთიანდეს და მულტიგენდერული ფორმა მიიღოს. აღმოჩნდა, რომ მას კატეგორიულად არ მოსწონს ბრიტანულ სკოლებში გოგონები და ბიჭები სხვადასხვა ტუალეტებით რომ სარგებლობენ. მისი აზრით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ტრანსგენდერი ბავშვების უფლებების დაცვასა და მოსწავლეთათვის ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას. საპირფარეშოებმა არ უნდა აიძულონ ადამიანები, რომ მათ საზოგადოდ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება გენდერული იდენტობის შესახებ. საპირფარეშოების გარემო უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანები არ განიცდიდნენ გენდერულ შეურაცხყოფას. იმის მტკიცება, რომ ტრანსგენდერი ქალები გაუპატიურების რისკს წარმოადგენენ, იგივეა თქვათ, რომ გეი მამაკაცები პოტენციური პედოფილები არიან. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. თუმცა სკოლის საპირფარეშოები და იქ განვითარებული გენდერული სიგიჟე ერთადერთი არ არის, რასაც ეს LGBT მინისტრი ითხოვს. კონსერვატიულად განწყობილი ბრიტანელების აღშფოთება დალტონის იმ განცხადებებმაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ის ამტკიცებს, რომ ქალებს შესაძლებელია მამაკაცური ორგანოები გააჩნდეთ და ამაში გამაოგნებელი თურმე არაფერია. როგორც მიხვდით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გაუკუღმართებული და პროპაგანდისტული იდეებით. თუმცა ეშლი დალტონის განცხადება იმის შესახებ, რომ პატივისცემითა და ღირსებით უნდა მოვეპყროთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ცხოველებთან აიდენტიფიცირებენ, ქვეყანაში მთავარი განხილვის საგანი გახდა. ჟურნალისტებმა ახლად დანიშნულ მინისტრს წარსული ცოდვები გაუხსენეს. აღმოჩნდა, რომ მისი მეგობარი გოგონაც თავს ლამად აღიქვამს, თუმცა მისი ცხოველთან იდენტიფიცირება წყვილს ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში ხელს ნამდვილად არ უშლის. ეშლი დალტონის განცხადებები ნათლად აჩვენებს, თუ რეალურად სად დგას ლეიბორისტული პარტია. რაც შეეხება მის განცხადებას ლამასთან იდენტიფიცირების შესახებ, ეს ხომ სრული სიგიჟეა. ასეთი პოლიტიკოსები ქვეყნისთვის დამანგრეველია. ასეთი მთავრობის მერე საერთოდ რისი იმედი უნდა გვქონდეს? ჩვენ პარლამენტში მუდმივად ვსაუბრობთ დეპუტატების ანაზღაურების საკითხზე, მაგრამ განა ასეთი პარლამენტარები იმსახურებენ საერთოდ რამეს? ეს განცხადებები უბრალოდ შოკის მომგვრელია. მათ შორის პარტიის გადაწყვეტილება, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეშლი დალტონი დანიშნა, შემზარავია. რა თქმა უნდა, მას როგორც მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი აზრი დააფიქსიროს, მაგრამ ის ხომ უბრალოდ მოქალაქე არ არის, ის მთავრობას წარმოადგენს. ეს ჩემს აღქმებს აღემატება.
მიუხედავად ლეიბორისტების ბოლოდროინდელი მცდელობისა თავის ზომიერ ტრანსუფლებების დამცველად წარმოაჩინონ, ჯანდაცვის ახალი მინისტრის ეშლი დალტონის მსგავსი კომენტარები გვახსენებს იმას, თუ სად დგას რეალურად მმართველი პარტია. ის, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეუძლია დანიშნოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ მამაკაცის სასქესო ორგანო და არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს ცხოველთან აიგივებენ და კონსერვატიულმა საზოგადოებამ მათი პატივისცემა უნდა ისწავლოს, ცხადყოფს, რომ გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტები ტრანს აქტივისტების სადარაჯოზე მყოფ პარტიას განეკუთვნება. კონსერვატიულად განწყობილი ბრიტანელები, ასეთები კი აქ უმეტესობა არიან, აღშფოთებულნი უყურებენ თუ საით მიაქანებენ მათ ქვეყანას ლეიბორისტები. მაგრამ თუ ვინმეთი უნდა იყვნენ უკმაყოფილონი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უხერხემლობით და უპრინციპობით. როგორ უნდა მიიყვანო ყველაზე ტრადიციული ქვეყანა ევროპაში ისეთ კონდიციამდე, რომ ჩერჩილის და ტეტჩერის ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრად ლამაზე შეყვარებული პენისიანი ქალების პატივისმცემელი ლესბოსელი ეშლი დალტონი დაინიშნოს. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. როგორც ჩანს, ამერიკიდან გატანილი მთელი LGBT ნაგავი პირდაპირ ევროპაში იყრება. ბრიტანელი ლეიბორისტები კი მას დიდი სიამოვნებით მთავრობის წევრებზე ანაწილებენ. თუმცა დიდი წინასწარმეტყველის ნიჭი არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ასეთი გაუკუღმართებული მინისტრებით ბრიტანელი ლეიბორისტები ხელისუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ. მით უმეტეს, რომ ტრამპიც და მასკიც დიდი ხანია მათზე კბილებს ილესავენ, ასე რომ ეშლი დალტონმა შესაძლოა ერთ ბრიტანულ სკოლაშიც კი ვერ მოასწროს ტუალეტების გაერთიანება. დროებით.